ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. გადაცემის პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი ურბანიკი. სალამი ლევან, ძალიან მიხარია რომ ჩემ ფორმატის სტუმარი ხარ და ზოგადად იცი ალბათ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა ამის ჩაწერა, უბრალოდ ხან შენ არ ხარ აქ, ხან მე და ვერ ვემთხვევით ერთმანეთს. მეც მიხარია რომ მოვედი თქვენ გადაცემაში. თქვენობით როდი და მელაპარაკეთ. ნუ კოლექტივში თქვი? კოლექტივი. კარგი, როგორ ხარ? კარგად. 14 დეკემბერს მაგ შეჯიბრი და ვემზადები მაგისტრის ამერიკაში უნდა ჩავიდე. ერთი ამერიკელი მელოდება. ერთი მონდომებული ამერიკელი? ერთი ცოტა ხანში შესული 50 წლის ამერიკელი. და მაგასთან გაქვს ტიტულის დაცვაზე? 6 რაუნდიანი შეხვედრა მაქვს ჯერი კადორეტისთან. ერთ-ერთი ლეგენდარული კლავჭიდელია, ძალიან ასაკიანი, ასე ვთქვათ. ჩემამდე მოსასვლელად საკმაოდ კარგი გზა გაიარა, დამარცხა ძალიან საინტერესო სპორტსმენები და იმ სიაში, რომელიც ახლა დაახლოებით პირველ ხუთეულს მსოფლიოში წარმოადგენს, ხუთეულში შედის და გამომდინარე რომ დაახლოებით ხუთეულიდან უკვე ყველა დამარცხებული მყავს. ერთადერთი ეს სპორტსმენია, რომელსაც ჯერ არასდროს არ შეხვედრილა და ასე ვთქვათ, ეს ინტრიგა არსებობს უკვე დიდი ხანია ჩვენ შორის და ლევან, გილოცავ შესანიშნავ გამარჯვებას, ეჭვი არ მეპარებოდა რომ კლავ ტიტულს შეინარჩუნებდი და ძალიან დიდი მადლობა რომ ასახელე ჩვენი ქვეყანა და შენი ყველა გულშემატკივარი. აი ხარ. მოიგო. მაყურებელს მინდა უთხრა რომ ეს გადაცემა ორ ნაწილად გამოდის რომ იწერება, იმიტომ რომ პირველი ნაწილი ჩავწერეთ ბრძოლამდე და მეორე სულ ახლახანს თითქმის შეიძლება ითქვას რომ აეროპორტიდან ლევანი მოვიდა ტელეკომპანია იმედში იმისთვის რომ გაგვიზიაროს ეს სიხარული და მოყევი როგორი იყო. ახლა უკვე აი ამ ჯილდოთი. ეს რა არის ჯერ ეს გვითხრა? მოგითხარი რომ მოვიგებ. ეს არის უმაღლესი ტიტული, რაც შეიძლება რომ კლავჭიდში მოიგო, რომელიც ისედაც მე მეკუთვნოდა, თუმცა ეხა ეს ტიტული დავიცავ. ეს ახალი, ასე ვთქვათ, თასი დაამზადეს კიდე. World's strongest right arm. მსოფლიოს უძლიერესი მარჯვენა ხელი. მე ჭვი მაქვს რომ მარცხინაც შენია ყველაზე ძლიერი. მარცხენა 2018 წლის შემდეგ აღარ გამოვიდა მარცხენაში ტრავმა მივიღე, თუმცა მარცხენაშიც ბევრჯერა მსოფლიო ჩემპიონი. ლევან, მოყევი ბრძოლის შესახებ, როგორ ჩაიარა, რამდენად ნერვიულობდი და ემოციურად როგორი იყო? აი ბოლო წუთები განსაკუთრებით. განსაკუთრებით ბევრს ფიქრობდი და ნერვიულობდი ამ მატჩის წინ, იმიტომ რომ ძალიან უხერხული მეტოქე იყო ჩემთვის. და მომზადებაც ძალიან ისეთი ძალიან ყურადღებით გავიარე და უშუალოდ შეჯიბრზეც ძალიან განვიცდიდი, თუმცა ძალიან კარგი სიურპრიზი მომიმზადეს ჩვენმა იმიგრანტებმა, ძალიან ბევრი ქართველი მოვიდა, ამას ძალიან დიდი ძალა მომცა და პირველი რაუნდის შემდეგ რო გავიმარჯვე უკვე მივხვდი რომ ანუ ჩემ მეტოქეს შანსი არ ქონდა ჩემთან და მე უკვე ძალიან შვიდად მოვიგე. ანუ თვითონ უშუალოდ შეჯიბრი ძალიან შეიძლება თავად თქვა რომ არ გამჭირებია საერთოდ ძალიან ადვილად გავიმარჯვე
სიტყვურად ნერვიულობდი ამის. ეხლა კითხვა, რომელიც ალბათ ბევრ გულშემატკივრებს აინტერესებს კიდე, ამ ტიტულს ხომ კიდევ დაიცა? კი, სავარაუდოდ 2025-ში ალბათ მაისის ბოლოს მომიწევს კიდე ერთი შეხვედრა. ეს ექსკლუზიურად ახალი ამბავი, სად იქნება ბრძოლა? ჯერ არ ვიცით, შეიძლება თურქეთში იყოს, შეიძლება ამერიკაში იყოს, შეიძლება თბილისშიც იყოს, არ ვიცით, ნახოთ. ორგანიზატორები როგორც განსაკუთრებულად კარგი იქნებოდა, ბევრი გულშემატკივარი მოვიდოდა და გაავსებდა დარბაზს. მადლობა შენ ლევან ამ ერთგულებისთვის, იმისთვის, რასაც ამ სპორტის სახეობისთვის აკეთებ, როგორც ან ვითარებ და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დროშა კიდევ ერთხელ ზეიმობს გამარჯვებას შენი სახით და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრა იმისთვის, რომ სწორედ აქ ამ გადაცემაში იმედში მოხვედი შენ მას შემდეგ, რაც ამ ტიტულით ჩამოხვედი. ჩვენ შეიძლება თავად ითქვას, რომ დავმეგობრდით, ხო? თუმეტეს იმ პროექტის შემდეგ, რაც ერთი ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრეთ, ასე ვთქვათ, კუნძულზე ერთად და ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ამ ტელევიზიაში. ძალიან მადლიერი ვარ იმით, რომ ყოველთვის გვერდში მიდგანან, ყოველთვის ყურადღებას მაქცევენ, ასე ვთქვათ და ესეთ კაი გადაცემებში მეძახიან და მაქვს საშუალება, რომ მაყურებელს ასე ვთქვათ, ჩემი სათხმელი უთხრა და ძალიან ბევრ სიყვარულს ვიღებ მათგან სანაცვლოდ. ძალიან დიდი მადლობა შენ და აუცილებლად კიდევ არაერთ გამარჯვებას ვაუღებით შენგან. მე აქვე მინდა ვთქვა და ალბათ ეს კადრები ეხლა გავა. ჩვენ ერთად ვიყავით. უკვე საკმაოდ აგვიგროვდა, სადაც ერთად ვიყავით. დომინიკანა ცალკე იყო, როდესაც სპეციალურად ლევანის გამო დომინიკელები მოვიდნენ, მაგრამ რა ხდებოდა ტოკიოში უნდა გენახათ, როდესაც კულტურის სამინისტრომ ჩაატარა ბრწყინვალე ქართული დღეები. ყველაზე დიდი რიგი იაპონელების იყო ლევანზე. ლევანზე და აი უბრალოდ ხალხი მოდიოდა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მკლავჭიდელი მოდიოდა, რომ გაეცნოდა პატარა სპარინგი გაეკეთებინა და ის ხელი როგორ არ მოგტყდა. დღემდე მიკვირს იმდენი ადამიანი დაგიდგა და იმდენთან მოგიწია ხელის გადაწევა და თან რამოდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა ყველაფერი და რა თქმა უნდა უზარმაზარი რაოდენობა იყო, რაღაც ეროვნული მირივით იყო, იმიტომ რომ ყველას ლევანთან ფოტოს გადაღება უნდა. ქსიამოვნებს ესეთი მომენტები? რა თქმა უნდა, თან ახლა ისეთ ეგზოტიკურ ქვეყანაში, როგორც ახლა იაპონია, იქ რო ჩადიხარ და იქ ამდენი ადამიანი სნობს და იქ მე გავარკვიე, რომ იაპონიის სხვადასხვა კუნძულებიდან, რაიონებიდან, რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები სპეციალურად ჩემს სანახავად და ძალიან გამეხარდა და უარი ვერავის ვერ უთხარი, ასე თქვა, ყველას შევებრძოლე და ასე ვთქვათ, მათი ინტერესი დავააკმაყოფილე. მოდი, მითხარი, როგორი ხასიათების ხარში. რამდენად შეესაბამება შენი ვიზუალი შენს ხასიათს, როგორ ფიქრობ? მე პირდაპირ კავშირში. არის კავშირში? კი. ნუ ვიზუალს თუ იმას ვიტყვით, რომ დიდი ვარ და აგრესიული და დიდი და ძლიერი. აგას ვამბობთ ხა. თუ იმას ვიტყვით, რომ რახან დიდი და ძლიერი ვარ, უნდა ვიყო რაღაცა აგრესიული და ესეთ ტიპი. არა, ნახე. მაშინ დავკონკრეტებ ხა. თუ შეიძლება ვიღაცისთვის ცოტა აგრესიულ განცდასაც იწოდე კიდევაც. იმ ადამიანისთვის, ვინც შენ არ გიცნობს, მაგრამ ამ შემთხვევაში კითხვა უფრო როგორ ჭრილში აიცი, რომ დიდ და ძლიერ ადამიანს წესით არ უნდა კონდეს არანაირი ფობია, შენ გააქვს? ფობია როგორ? აბა. იცი. დომინიკანიდან გამომდინარე, ეს თუ არ ვიცი ეს წყალთან ასე ვთქვათ, ცუდი ურთიერთობა მაქვს უფრო ზღვასთან. ცნობილი ფაქტია, რომ ეს რაღაცა წერები და რაღაცები არ მიყვარს და არ გიყვარს თუ გეშინია? არ მიყვარს. რას ნიშნავს არ გიყვარს? არა, უბრალოდ არ მინდა რომ შემეხოს რა რაღაცა. ამ ზაფხულს ახლა კალია შემოგვიფრინდა იმაში, რა ქვია, სახში. მედალელას და
მე წავედი ჩემს ძაღლთან ერთად მაშინ რა ქვია ტუალეტში ჩავიკეტე და იქიდან ეძახდი რომ გააგდები არ გამოვალ სანამ არ გააგდე არა ისე როგორი უცნაური სწორად დაგიშვი კითხვა და ჩემი აზრით დიდად არ უნდა გეშინოდეს კალის ამ ვიზუალზე ანუ რაღაცეები არ შეესაბამება მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია და ადამიანური მომენტია რომელიც ახლა შენ გამონაკლისი ვერ იქნები და ამ ბევრ ადამიანს ააკრა და ესე ვარ მე ბავშვობიდან მაგალითად არ მიყვარს ესე ვირთხა შესაძ ვხედავ შემიძლია ეს ჩავიკეტო მეც მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ამ გადაცემის პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი ურბანიკი, რომელიც წარმოადგენს ძალიან მრავალმხრივ საინტერესო წარმატებულ ბიზნესს. გადაცემის მსვლელობისას თქვენ ხედავთ ძალიან ბევრ საინტერესო კომერციულ ფართს მთელი ქალაქის მასშტაბით და ბუნებრივია ურბანიკის გააჩნია როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართები თბილისსა და საქართველოს მასშტაბით. მადლობა მათ პარტნიორობისთვის. როგორი ბავშვობა გქონდა? ეხლა ჩემპიონატში ისეთ დრო იყო, რომ ნაკლებად ხონდა ვინმეს ისეთი კაი ბავშვობა, ასე ვთქვათ. ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში. ისე ჩვეულებრივი ალბათ რა როგორც ყველას. სად გაიზარდა? არაფერი, თუმცა ბავშვობიდანვე მიწევდა შრომა, ანუ შრომას არ მჩვეულობდა. ფიზიკური? კი. მაგალითად რას გულისხმობ? როცა სოფელში მივდიოდი, პაპაჩემს ვეხმარებოდი, პაპაჩემი იყო თიხაზე მუშაობდა, ასე ვთქვათ. ამზადებდა დოქებს და ცოტა სხვა. თიხაზე მუშაობდი? კი. და მე უკვე გაჭირება რო იყო, ასე ვთქვათ, შეიცვალა ცოტა პროფილი და აკეთებდა პლიტის ქვებს, გახსოვს ეს? ხა. პლიტები რო იყო რა, ეს პრუჟინები რო ხო. 90-იან წლებში. პლიტები ასეც გაზი როცა არ იყო და პლიტაზე უნდა აგედუებინა, კი ბატონო. მაგ პლიტის ქვებს ამზადებდით. და პაპაჩემი გარდაიცვალა, მე უკვე ბიძაჩემთან მუშაობდი ხოლმე ზაფხულში მიწევდა. საგარეჯოს რაიონია, სოფელი ნინოწმით. კახელი. კი. გიყვარს კახეთი? კი, ძალიან. რამდენად ხშირად გიწევს ჩასვლა? იქიდან გამომდინარე, რომ პაპაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ მოგვიწია მაგ სახლის გაყიდვა, სადაც ცხოვრობდა, საკმაოდ შემიძლია თქვა, რომ იშვიათად მიწევს. თუმცა ეხლა ხშირად მიწევს ჩემ ხარეში არა, მთლიანად კახეთში ასე ვთქვათ. მისვლა-მოსვლა რა. ეხლა რამდენი წლის ხარ? ეხლა 36 წლის. ეხლა 36 წლის. როგორ ფიქრობ? სპორტის ამ სახეობაში მკლავჭიდში კიდე რამდენი წელი იქნება? იქიდან გამომდინარე, რომ აი თუნდაც ეხლა ვისაც ხვდები არის 50 წლის. 1-14 წელი მინიმუმ. თავარია რომ ჯანმრთელობა შემიწყოს ხელი და გაუფრთხილდე თავს და ვფიქრობ. იწყობს? კი. ამედავს. კი. მე არ ვიცოდი ისტორია თუ რამდენ ხანს ელოდებოდი ლელას ცხოვრებაში. ეხლა სანამ დავიწყებდი გას ლელას რა თქმა უნდა ვიცნობ, აქედან მოვიკითხავ ლევანის მეუღლეს, მაგრამ ეს ისტორია ესე სიღრმისეულად არ ვიცოდი. ამ გადაცემის ჩაწერის წინ წავიკითხე და გავოგნდი შენი ნებისყოფით. მე მაყურებელს მინდა უთხრა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ჩემთვის მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ მივდიოდით კუნძულის გასაკეთებლად დომინიკანაში და როდესაც ვაგროვებდით მონაწილეებს, ლევანი იყო ერთადერთი, ვისაც აინტერესებდა მხოლოდ ერთადერთი რამ, ერთადერთი თხოვნა პირე მოთხოვნა ჰქონდა თავის მონაწილეობის მისაღებად, რომ გვერდზე ყოფილიყო ლელა და რა თქმა უნდა ჩვენ უარი არ უთხარით. თორე ზოგადად ეგეთ პროექტში რა თქმა უნდა ოჯახების გარეშე მიდიან, იმიტომ რომ ფორმატი ითვალისწინებს, უბრალოდ ისეთი გულით ნათქვა მიიყო, რომ ჩვენ სხვანაირად არ შეგვეძლო მოქცეულიყავით და რა თქმა უნდა ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო შენ შემთხვევაში და ამით რისი თქმა მინდა, ამით რაღაც განსაკუთრებულად დავინახე შენი სითბო და შენი დამოკიდებულება ლელაზე. მაშინ როცა ის შენ გვერდით არის და მოდი გითხარ რამდენი წელი ელოდებოდი? ლელა გავიცანი, მაგაზე დავობთ ხოლმე ცოტა
მე ვახო მე ზოგიერთ წლები. ნუ მე მგონი გამოდის რაღაც რო ვიცნობ 15 წელი 2008-ში მე მგონი რა ვიცი ანუ ხო რაღაცებია. და ნუ ისე მოხდა რომ შემიყვარდა ის უფრო ასე ვთქვათ მეგობრულ ფაზაში მეგობარს ისე აღიხვავდა. ხო და მოხდა ისე რომ ფაქტობრივად მეგობრობდით რა. ისეთი სხვანაირი ურთიერთობა არ ქონია და გაწუხებდა? ანუ როგორ ვიყავ ვიცი, ანუ იყო პერიოდები რომ მაგალითად 1-2 წელი საერთოდ არ ქონდა კონტაქტი. ძირითადად უფრო ინტერნეტში თუ მოვიკითხავდი ხოლმე დაურეკავდი და აი რამოდენიმე თვეში ერთხელ შეიძლება ესეთ ამერიკადან გამოდი სანამ გავიდეთ ნახავდი. ანუ ამ წლების განმავლობაში ასე ვთქვათ სულ ვიცოდი როგორ იყო ასე ვთქვათ რა კითხულობდით ერთმანეთს და ხო თუმცა ნუ რა თქმა უნდა ყოველთვის ხონდა რომ ჩემ ხელში უნდა აღმოჩენილი მაგის რწმენა მქონდა რომ ანუ საბოლოოდ მაინც ვფიქრობდი რომ ჩემი ცოლი ასე ვთქვათ უნდა ყოფილიყო ლელა ცოლს როცა მოვიყვანდი და როგორ მოხდა მე საბოლოოდ საბოლოოდ ისე მოხდა რომ ასე ვთქვათ ჩემ თავში რწმენა მოვიკრიბე და გადავწყვიტე რომ გავხდარიყავ ძალიან აქტიური რაც მანამდე მაკლდა ალბათ რაღაც მომენტში ჩემ თავშიც არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული რახან თავიდან უარი მივიღე ასე ვთქვათ ალბათ ცოტა ვერ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული შემდეგ ასე ვთქვათ გადავწყვიტე რომ მეცა და ბოლომდე მიაქტიურა და ნუ თუ გამოვიდო თუ არ გამოვიდო და უკვე მეცოდინებოდა რომ всё ნუ არ გამოდის რა მე ასე რაღაც გამოვიდა როგორ არის ვიც მოითმენს ეს მოიქებს საერთოდ ნებისყოფა მაქვს ანუ სპორტშიც ძალიან დიდი ნებისყოფა გამოვიჩინე იმიტომ რომ საკმაოდ გვიან დავიწყე ვარჯიში 20 წლის ასაკში და რთული იყო ანუ ასე ვთქვათ დავწეოდი სხვებს 20 წლის ბიჭები უკვე ისეთ ფორმაში არიან წესით პროგრამისტი უნდა ყოფილიყავი ხო ხო რაღაც ეგეთი ნუ უფრო მამაჩემს უნდა და ეგ მე პროგრამირებაზე სწავლობდი როგორც ვიცი ხო კომპიუტერული თუმცა პირველი წელი ვიარე მე გადასახადი ვეღარ გადავიხადე და შემდეგ მუშაობდი რატო რთული პერიოდი იყო და მაგიტო ხო ანუ დიდათ ისევე ვსწავლობდი რომ დაფინანსებები და რაღაცები ამიღო და ფინანსურათაც ნუ არ მქონდა იმის საშუალება არც ჩემ ოჯახს არ მქონდა რომ გადაეხადა სწავლის ფული და რომ გადავწყვიტე რომ დავხმარებოდი ჩემ ოჯახს და მე მუშაობა და რაღაცა ორი კაპიკი და სად მუშაობდი 15 წლიდან და 14-15 წლიდან მუშაობდი მამაჩემთან ერთად რემონტებზე გიფსოკარდონს რო ეძახენ იმას ვაკეთებდი და ნუ მე მაღაზიაც მუშაობდი ტაქსზეც მუშაობდი რაზე? ტაქსზე ტაქსზე? ხო ტაქსი და ყავდა? ტაქსზე მუშაობდი კიდე რა ძალიან ბევრ ადგილას მუშაობდი კომპიუტერების მაღაზიაშიც მუშაობდი მანქანების შემკეთებლის დამხმარეთაც მუშაობდი ძღოლათაც მუშაობდი ვიცი რომ საკმაოდ ემოციური ადამიანი ხარ მიუხედავად იმისა რომ ერთ შეხედვით შეიძლება არ ჩანდეს ეხლა შეიძლება ჩამოთვალე ეს არის ძალიან პატივსაცემი რომ შენ არაფერს არ თაკილობდი იმისთვის რომ ოჯახს დახმარებოდი და მე დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც 1-1000 იზრდება შენი ადამიანობის ფასი და შენი ღირებულებების ფასი. რა მინდა იცი კითხო? შეგიძლია გაიხსენო აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც შენ სამსახურებს იცვლიდი, სანამ სპორტი გახდებოდა შენი შემოსავლის წყარო, მომენტი, სადაც ყველაზე უხერხულად იგზენი თავი. ძალიან ყოველთვის ძალიან ასე ვთქვათ ამ შეიძლება ეგრე ითქვას რომ უხერხულად ვცნობდით ხოლმე თავს და მწყინდა მაშინ როცა მამაჩემთან მუშაობდი ამ რემონტებზე ძალიან ბევრი ადამიანისგან მოდიოდა რაღაც აი ცოტა დამამცირებელი დამოკიდებულება ანუ რახან შენ ბრძოლებში
ხელოსანი ხარ თუ რაღაც მუშა თუ რაღაცა გიყურებდნენ ძალიან ზევიდან. და ეს ყოველთვის ძალიან ჩემთვის ემოციური იყო და განსაკუთრებით იმიტომ რომ მამა ჩემთან ერთად ვიყავი. და ეს ყოველთვის ძალიან გულზე მხვდებოდა ხოლმე. დღეს ეს ადამიანები როგორი ყურებიან? არ ვიცი. არ ვიცი არ შევხედრე. ანუ იყო ხოლმე კონფლიქტებიც იყო, როცა იცი რომ მართალი ხარ და უბრალოდ ადამიანი იმის გამო რომ რაღაც ზევიდან გიყურებს, ცდილობს რომ ასე რაღაც დაგამცინოს, დაგჩავნოს რა. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო იგულისხმება მომხმარებელი? კი. ანუ ალბათ დღესაც არის ეგეთი იქ სამწუხარო რეალობა არის. თვლი რომ საერთოდ ადამიანი არავინზე მეტი არ არის და ყველა უნდა დავაფასოთ ერთმანეთი. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის აქვს. ძალიან საინტერესო ნიუანსი არის. მითხარი ყველაზე დიდი წყენა რა ქონია ცხოვრებაში? წყენა ის ქონია რომ მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანს დავხმარები ვარ. გამიწვდი ასე დახმარების ხედავ, თუმცა სანაცვლოდ ანუ საპასუხოდ პირიქით ასე ვთქვათ. სიბოროტე მიგიღია? კი. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანებს მივიცნობდი მეგობრებად, თუმცა შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ ასე როცა გავარკვიე, ზურგში დანასმის წყავდა. ნაშლა. მაგრამ ეს ცხოვრებისეული გამოცდილებაა და აი ყველაზე მეტად როდის გაბრაზებულ ხარ და სად გამოგივლენია შენი აგრესია? გაიხსენე ხა პირიქით. ესე არ მახსენდება, თუმცა აი უსამართლობას ვერ ვიტან რა. ყოფილა რაღაც შემთხვევები, რომ უსამართლობა დამინახია და გაგილახავს ვინმე? განახთ არა. არასდროს. სკოლაში ვიჩხუბე ბოლოს კლასელთან. მოვიკითხავ ახლა. იმის მერე აი თუნდაც ის პერიოდი, როცა მამა ჩემთან ერთად მუშაობდა, მაშინ აი მაგ შემთხვევაში მქონდა, რომ ერთხელ მახსოვს ისე გაუბრაზდი, რომ რკინის კარების სახელური მოგლიჯე, ხო? ანუ ყველა რო წავიდა, ასე ვთქვათ, გაბრაზებულზე შემთხვევით მომწყვიტე. კიტირია? კი, როგორ არა. რაზე კიტირია? მიტირია მაგალითად აი ბებია ჩემი რო გარდაიცვალა, ну, მაგრამ უფრო თუ ტირი რაღაცა ჩემთვის ანუ არავის არ ვანა. ბუნებრივია. ბებია ჩემი კორონით გარდაიცვალა და რაც ძალიან განვიცადე თან იქიდან გამომდინარე რომ მგონია რომ მე გადავდე ასე ვთქვათ ეს კორონა რაც ჩემთვის ძალიან ძიმე იყო რა. აი გადევს ხო. წუხილად. ის პერიოდი როცა ჩაკეტილი იყო ყველაფერი. შენ დადიოდი სავარჯიშო. მაინც დავდიოდი სავარჯიშო და თვლი რომ ეს დიდი შეცდომა იყო რა. წყენაზე თუ გიტირია შენთვის? არა, წყენაზე. არა. ისე გული არ წდება მაინც რომ კლავჭიდი არ არის ოლიმპიური სპორტის სახეობა? კი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. აი წარმოიდგინე ეხლა ხო გარანტირებულად ჩვენ ქვეყანას 1 ოქროთი მეტი ექნებოდა. ერთი არა, მეტი. სხვა ჩემპიონები ყავს რომ რამდენიმე ოქროთი მეტი ექნება. კლავჭიდი რომ სპორტ სახეობა იყოს ოლიმპიური. რას ამბობენ ამ კუთხით? რამე მოლოდინი არის, რომ შეიძლება გახდეს როდესმე? ეხლა რასაც ამბობენ, იმას ამბობდნენ დაახლოებით 25 წლის წინაც. ყველაფერი გასაგებია. კაი, ეხლა სხვანაირად კითხავ მაშინ რა. რამდენად შემოსავლიანია? იყო ჩემპიონი. ეხლა დღეს იქიდან გამომდინარე, რაგზაც გავიარე, მაგ ხო, ბუნებრივია ციფრებს არ გეკითხები, რომ რამდენად თვითონ სპორტის სახეობა, რამდენად შემოსავლიანია სპორტსმენი? ნორმალურია, ჩემთვის. მაყოფილი. ჩემთვის და ალბათ 1-2 სპორტსმენისთვის სოფლიოში. დანარჩენებისთვის არა. დანარჩენებისთვის არა, ხო. იმიტომ რომ ანუ ეხლა დღეს არის ესეთი სიტუაცია, რომ გამოდივარ პროფესიონალებში არის ორგანიზაცია, რომელიც ტრანსლაციას ყიდის ინტერნეტში. და შემოსული თანხები ნაწილდება ჰონორარად. კონტრაქტი არის და ნაწილდება და
ისეთი სპორტსმენები, ვისაც ბევრი ხალხი უყურებს, არის ძალიან ცოტა. ალბათ 2-3 მაქსიმუმ. უფრო 2, მე და დევალარატი. მე და დევალარატის ხელს თუ არ წევთ, ფაქტიურად ძალიან ეხა ჩემი შემოსავალი, ასე ვთქვათ, არის გამომდინარე ჩემი პოპულარობიდან. ამ შემთხვევაში მე თუ არ ვწდები თუ ვწდები შემისწორე შენსა და ლაშა ტალახაძეს შორის ესეთი ცხადი პარალელი არის რა, იმიტომ რომ ისიც დაუმარცხებელია, შენც დაუმარცხებელი ხარ და პრაქტიკულად წონით კატეგორიებში მიუხედავად იმისა, რომ სხვა სპორტის სახეობაა, ხო? დანარჩენ სპორტსმენებს უჭირთ არსებობა, ხო? იმიტომ რომ პრაქტიკულად ისე გამოდის, ხა შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ უტრირებ, მაგრამ ფაქტის სახეზეა, რომ თითქოს იმდენი გააკეთეთ, ნუ ლაშამ დაამთავრა უკვე სპორტის კარიერა, მაგრამ შენ კიდევ აგრძელებ, რომ იმდენი გააკეთა, რომ თითქოს ერთის მხრივ ყველა მწინასწარ იცის ოქროს ვინაირებს. ხო, ეს ჩვენთვის ახლა ლაშამაც ლაპარაკა ამაზე, გადაცემაში უსმინა, ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. ხო. ჩემთვის ახლა მაგალითად ის, რომ ხო, მაგეთკენ მიმყავს, რომ რთულია. ელოდება, რომ აუცილებლად უნდა მოიგო. ან მაგის კითხვაც არც გეკითხებია რა. ამ დროს რის ფასად ხდება კაცო არ იცის. ამ დროს თლად ეგრე არ არის საქმე, თუ რაღაც ეტაპი არ გაიარა, თუ არის შრომე, თუ ჩამრთელად არ იყავენ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. მით უმეტესაც უფრო ახლოვდება შეჯიბრი, უფრო ბევრი რისკები არის, სხვადასხვა და რაც ძალიან დიდი სტრესია. ჩემთვის ახლა შენც აღნიშნე, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და რაც უფრო მიახლოვდება შეჯიბრი, ეს სტრესი უფრო, ასე ვთქვათ, მეზრდება და ძალიან თავის თავზე ცდის ამ ყველაფერს ლელა სახში. თორე შეიძლება გარეთ ძალიან მხიარული იყო, ძალიან ასე ვთქვათ, საყვარელი, მაგრამ და სახში სახელურებს აანგრევდა. სახში ხო, ძალიან აუტანელი ვიყო, იმიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სტრესს გამიცდი რა. მითხარი რაიმე თუ არის შენ ცხოვრებაში ისეთი საითკენაც მიდიხარ. ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ რაღაცაი ტოტალურ მიზანს, რომ რას გინდა საბოლოო ჯამში, რომ მიაღწიო და რა გინდა რომ ცხოვრებიდან მიიღო. ტიტულები გაახერხა უკვე. სპორტში შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს მივაღწიო, თუმცა არის კიდევ ერთი მიზანი, რაზეც შეიძლება, ასე ვთქვათ, რომ გავიწიო. აბა? ეს არის ის, რომ დამასახელონ ყველა დროის საუკეთესოდ. უკვე მასახელებენ. ხო? თუმცა აი ისე მინდა რა, რომ რა უნდა მოხდეს, რამდენჯერ უნდა გახდე კიდე ჩემპიონი ამისთვის? ფიქრობ, რომ ერთი რამოდენიმე წელი კიდევ შევინარჩუნო უკვე ანუ აქამდეც ახლა ეს ოფიციალური სტატუსია? ეხლა უფრო არაოფიციალური. ხო. და ოფიციალური სტატუსის მინიჭება ხდება ყველა დროის საუკეთესოზე? არა. მაგრამ რაღაცას გამოვაგონები. მოკლედ ჯორდანის სტატუსი გინდა მკლავჭიდში. რაც მე ეჭვი არ მეპარება, რომ გექნება აუცილებლად. ანუ ეს იქნა გამომდინარე, რომ რატომაც არა, თუ ამდენს მივახციე. დაახლოებით 8 წელია წაუგებელი ვარ. რატომაც არა, რომ აქამდეც მიხვიდე. სხვათა შორის კიდე ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი არის შენს ბიოგრაფიაში, რომ სანამ მკლავჭიდი შენი სპორტის სახეობა გახდებოდა 20 წლის ასაკში, საკმაოდ გამხდარი იყავი, ხო? და ნუ აღსანიშნავია. და როგორ მიხვედი მკლავჭიდში, ბარე მოყევი აქაც? მივედი ისე, რომ ჩემი მეგობრები, მაშინ ვარკეთში ცხოვრობდი. მოგიკითხავ ჩემი ბავშვების მაგაცებს. ჩამოთვალეს თუ ვადიმა, ერიკა და გიორგი, ორი გიორგი. ანუ ისე იყო, რომ ჩემი სომეხის მაგაცები ძალიან გატაცებულები იყვნენ ამ ფიტნესით რა. სულ ვარჯიშობდნენ და მეც ასე ვთქვათ, მაგათ ავყევი. თავმაც შეიძლება ვთქვათ, რომ მაგათმა დამაწყებინეს ვარჯიში, საერთოდ ვარჯიში. და უკვე დარბაზში რომ დავიწყე ვარჯიში, იქ გავიცანე უკვე ჩემი მომავალი მწვრთნელი ლადო ხუციშვილი. და ლადომ ასე ვთქვათ, როგორც კი დამინახა,
ეგრევე მომიწყო 1 საათიანი მოდი ახლა. ხო რა 1 საათიანი ლექცია, რომ რა მაგარი მონაცემები მაქვს ამ სპორტისთვის, რომელიც ნუ ეს სპორტი მანამდე არ ვიცოდი თუ სპორტი იყო. და იმდენად მინდოდა რაღაცა სპორტში ყოფილიყავი. ხელი ინტერესი მქონდა, რომ ნუ სხვა სპორტები ყველაფერი დაგვიანებული იყო. და რო უთხარი რომ 20 წლის ვარ მეთქი და რომ მითხარ რომ არაუშავს და არ არის პრობლემაო. და თან მაგდენი რომ ელაპარაკა რომ ესეთი კაი მონაცემი მქონდა რომ შემეძლო 5 წელიწადში სოფლიო ჩემპიონი გამختارიყავი, აი იმ წამს რომ მოусმინე იმის მერე აი ეს მიზანი რო დავისახე. დღესაც შეიმჩნელია? კი. ზუსტად 5 წელიწადში გავხდი სოფლიო ჩემპიონი. როგორც მითხრა. არა, მაგარი. კი. კარგი, ბოლოს მოდი გითხარი შენგან როგორ თვლი ვის ეკუთვნის ყველაზე დიდი მადლობა. მადლობა ეკუთვნის ბებია ჩემს. რომელიც ცოცხალი აღარ არის, რომელსაც შეიძლება თავმა თქვა, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც თავიდანვე, ასე ვთქვათ, თავიდანვე ჩემი ჯეროდა რა. და ყველანაირად გვერდში მედგა. თუმცა შენს ჩემპიონობას მოესწრო. კი. კი. გიხაროდა რომ ხედავდა? კი, პირველად რომ გავხდი სოფლიო ჩემპიონი, გარეთ გამოვარდა და ყვიროდა ჩემპიონია. ახლა. კი. გენატრება? კი, ძალიან. რა ასეთყოდი ხო? რო იცოდი რომ გისმენდეს. ის რომ ძალიან მიყვარს და იცოდა რომ ძალიან მიყვარდა და ვიცი რომ იქიდან ძალიან ბედნიერია ეხლა რომ ხედავს, იმიტომ რომ ყოველთვის იმას ნერვიულობდა რომ ეს შრომა არ გიფასდებაო და ეხლა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბედნიერია რომ იქიდან ხედავს რომ დამიფასდა შრომა. ალბათ გეხმარება კიდევ. რა თქმა უნდა. კარგი ლევან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. აქ მოსვლისთვის დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელმა კიდევ ერთხელ მოახერხა შენი უკეთგაცნობა დანახვა შენი ყველა იმ კარგი ადამიანური ღირებულებების რომელიც გაგაჩნია რომლისთვისაც მეც მადლობას გეუბნები და რა თქმა უნდა კიდევ ბევრი წლის განმავლობაში წარმატებას გისურვებ. მადლობა. გადაცემის პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი ურბანიკი.